თუ გიყვარს ფეხბურთი, ბოლომდე უყურე ამ ვიდეოს. დღეს ჩვენ ვართ სტუმრად კუკიის სტადიონზე და ჩვენ მეგობრებთან ერთად უნდა გადავიღოთ დღეს ვიდეო. წავედით. დღეს ჩელენჯების დღეა და ჩვენ მეგობრებთან ერთად უნდა გადავიღოთ ვიდეო. კითხე აბა რამე. წავიდე. ზაღლო. კაი, მეგობრებს დავუდგე. წავედით. ეს არის დათუნა. გამარჯობათ, მე ვარ დავით კონსოლიძე, 12 წლის და მე დანიშნა ერთად ჩელენჯები უნდა გავაკეთო. ეს არის გიგა. გამარჯობა, მე ვარ გიგა ბოჭორიშვილი, 12 წლის. დღეს მე და დანი და დათუნა გადავიღებთ ჩელენჯებს. ოპა! წინა ვიდეოზე როგორც იყო, ბლოკნოტები, ახლა ტელეფონია. შემდეგზე ნეტა რა იქნება? PlayStation-ი? დანი, კალკულატორი. პირველი ჩელენჯი არის ერთი ერთზე უნდა მოვატყუოთ ცველი და მე როცა მოვატყუოთ მე უნდა გავიტანოთ გოლი. თითო ბავშვს აქვს 5 მცდელობა. პირველი იწყებს დათუნა. Yes. ერთი გოლი. ყოჩა. დათუნას ბოლო ერთი მცდელობა. დავიწყეთ. ოჩა. ანუ ჩაკა. 5-დან 2. 5-დან 2. აბა ვნახოთ მე ახლა რას ვიზავ. გეგას მოგერივა ძნელია. ბოლო ერთი მცდელობა. დავიწყეთ. ადი ახლა გეგა ჯერია. აჟანჯნელი ფეჭაშენტა შეუძლებელი იყო გაცდომა. ბოლო 3. თუ და მოიგო აზრი არ აქვს. და დათუნა მოიგო. პირველი ჩელენჯი მოიგო დათუნამ. ამ დანარჩენ ჩელენჯი ვინ მოიგებს? აბა ვნახოთ. შემდეგი ჩელენჯი მოგვიყვება დათუნა. შემდეგი ჩელენჯი იქნება აი ამ პატარა ბურთით პენალტის გატანა. ვიცი რომ ძალიან ადვილია, მაგრამ მეკარისთვისაც ძალიან დიდი ჩელენჯი იქნება. ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა 5 მცდელობა. და დათუნას აუხსნი რაღაც. შენს როგორც დანიელი, აი ესე ლაპარაკო. პირველი იწყებს დანიელი. პირველი დარტყმაც და მეორე დარტყმა. მესამე დარტყმა. კიდე ორი უნდა გავიტანო. აი იმენა ის ორი უნდა შევთხარო გიგა. უპროშურს და ბოლო. გადაწყვეტი და გოლი იქნება. შეხედეთ ახლა როგორც წინაზე ვქენი. ვამიწებ ახლა. ვამიწებ. ის მოკუთხეში. ნეტა რაღაცა ტექნიკა მაქვს. მზად ხარ? მე სულსად ვარ. აიმე. აუ! პირველი. აუ, ძნელია. გეგა კარატისტი ხარ. რატო არ ხარ ფორმაში? კარგად მე ვერ ვარ ტყავ. იმე, ერთი დასჭა.
მეგონი შენი ფეხსაცმლის ბრალია. არა უშავს. მაინც ბოლოში არა უშავს. დათუნა. მე დევიდს რო გეძახი, დევიდ ფეხბურთელი ვინ გახსენდება? უცებ. დევიდ ბექემი. დევიდ ბექემ. ჯერი ან გავარკვიოთ ვინ იქნება კარში. მოდი დავით. ჯეირანი. 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 მიდი. მაგარი ფეხსაცმელი. შესაკრავი. ახ, გავიდა. გოლი იყო. ახ, ჯერჯერობით ერთგულა. არც ერთი. შემდეგი ჩელენჯი არის კუთხურიდან პირდაპირ გოლის გატანა. როგორც სულ ყველას 5-იც დაგვაქვს. მოდით დავიწყოთ. ვინ დაიწყებს? რავი? მე. დავაი. მზად ხართ? კი. აუ მეწოდები დანი. აუ ძალიან ის არის შორი. ცოტა შორი მომე. აი, ერთგვარად იტებ. დათი. ეს მომეწონა. დრო არის? ერთი გოლი. დათუნას. დავაი, დათუ, მზად ხარ? აი, ჩაწოდება იქ. თავით მეკო. კაი. Yes. მაღალი რატომაზე? სადუნა ძის არის. აი. აი, sorry. აია, ესე იგი ეხლა მე და გეგავეჯიბრებით. დათუნა აღარ თამაშობს და ან თამაშობს, მაგრამ ან ჩელენჯი აღარ თამაშობს, იმიტომ მე და გეგამ ნიჩი შედავასრულეთ და ამიტომაც ეხლა დათუნა დგება კარებში ორივეზე და ჩვენ უნდა დავარტყათ მე და გეგა ბურთი. დავაი, მოსულა. ეგრეა. დავაი. მიდი. აუ მე ვერად. ამ ჩელენჯი მოვიგე მე ისე. ვა, თითო გოლი. აბა ფეხბურთში მნიშვნელოვანი არის ასისტი და ამიტომაც ჩვენ გექნება თვალზე ახვეული ქუდი. მე უნდა მივცე მაგალითად დათუნას პასი და ვინც უფრო მეტ ზუსტ პასს მისცემს ის გაიმარჯვებს. ერთმა უნდა დაიყვანოს პასს და მაგას უნდა მივცემთ. ცდილობა გვაქვს 5. 3, 2, 1. Yes. ულა, დავიდა. 1. პას. რატომ არ დაიჭირე? აი, ორი ქულა. 2 ქულა, წავიდა. აქეც და ეს ქულა იყო. აა, ეს შორი. ვა, რა ზუსტი იყო. 5-დან 4, ყოჩა. დავაი, და თუ ჩეხა შენ. პას. ქულა იყო. პას. ორი ქულა. ეს შორი. აი. პას. არა ვიშო. იგა. პას. ისე ის ნომაცქოს დადიან. არა უშავს.
შემოყან აი აქ 2 1 ბიჭო ხმამაღლა სუსტად ისადა მაგრამ ვერ ვარტყავ არა მე ფიქრობ იმიტომ რომ საკმაოდ ახლოს იყო და თან აი იმან შენაირი ტრიკი გააკეთა ეს იქნა ესე იყო მე გავიგე მაინც ეს ორი ქულა მაინც და გეკას მე მოვიგე 3 და რაც დანის ესე იგი შეგამნი ჯაშუშის სმენა რა სიტყვია ბა ავი კაიყო და მაგებაც კაიყო შემდეგი ჩელენჯებისთვის მოემზადეთ დღეს დავისვამ კაი ხო რას ვიდა რა თქმა უნდა გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ რომ ბევრი ასეთი ვიდეოები ნახოთ რა იქნებოდა ყველაზე კრეატიული საფეხბურთო ჩელენჯი ჩემი აზრით ყველაზე მაგარი ჩელენჯი იქნება და ძნელი აგვიღო ბევრი სავარჯიშო დასადები რაღაც მგვალი აღარ მაქვს მაგის სახელები და მაგის უნდა გაგვიარა სპეციალური გზა მატაობით აი იქნებოდა ჩემი აზრით ყველაზე ძნელი всё შემდეგისთვის მზადვართ ეხლა დათუნას დათუნა ყველაზე კრეატიული და ყველაზე რთული რა იქნებოდა ახალი ჩელენჯი გითხარი ჩემი აზრით ახალი ჩელენჯები და ყველაზე კრეატიული და ძნელი იქნებოდა კლასიკური გოლები მაგალითად როლანდოს მაკრატელა პობგას გატანა საჯარიმოს გარედან და ეს პანენკები